რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგიზ გოგუტიშვილის პოდკასტი. თუ აქამდე ჯერ არ მოგიწონებიათ, ან არ გამოგიწერიათ, აუცილებლად მოიწონეთ და გამოიწერეთ. ნებისმიერ პლატფორმაზე, Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. არ ვიცი როგორ მოძებნეს ამათ ერთმანეთი. არ ვიცი რომელი რომელს აგიჟებს და რომელი რომელს ააბდლებს, მზრდილობიანად რომ თქვა. მაგრამ მაგარი დუეტი კი შეიკრა. ბორია ივანაშვილი და ზაზა შათირიშვილი. ფერიფერსა. ივანაშვილმა ამდენი წელი ივარჯიშა და მაინც ვერ გაიხსნა. ენაბრგვილია ყველა ენაზე თანაბრად. შათირიშვილს კი პირიქით მგონი ვერბალური დიარი ასჭირს და რომ ახსენდება რომ მორიგ ბოდვაში მორიგი ძალიან მაღალი ჰონორარი ელის კიდე უფრო ეშლება და ეშლება. ეშლება კუჭი, ეშლება საღერღელი, ეშლება ფიქრები. Deep State-ის სახელი ცნობილი ჩრდილოვანი ძალები. სახეცვლილების მცდელობაში ვამხილე, ხოლო შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციაზე ასევე მტკიცებულებების დონეზე დავადასტურე, რომ ისინი არათუ ებრძვიან ოლიგარქიულ ძალებს, არამედ პირდაპირ მათ დავალებას ასრულებენ და ეგრეთ წოდებული რებრენდინგის პროცესში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებენ. ეს შესავლის ნაწილია, ბოლო ბოდვითი აშლილობის, რომელიც ასე ჭადი და ყველივი დაემთხვა იმედის სათქმელს. Deep State-ი თან არსებობს და არ არსებობს. ტრამპი თან ებრძვის, თან თვითონ არის Deep State-ი. სულ 10 დღე გავიდა, როდესაც იმავე ჯიბის არისტოტელემ Deep State-ად ვიცე-პრეზიდენტი ვენსი გამოაცხადა. მაშინ ბევრს გაუკვირდა, ვენსი თუ იმნაირია, ტრამპი როგორღაა ამნაირიო. გავიდა 10 დღე და როგორც წავიკითხეთ, მართლა შევიდნენ ესში არისტოტელეც, პლატონიცა და ჰეგელიც. ხო რა გითხრა, თავიდან დიდი შემართებით დაიწყო. ძალიან მოტივირებული იყო, მაგრამ რაღაც ბოლო მომენტში თითქოს ცოტა შეფერხდა. ნუ არ ვიცი, ეს რეალური ბრძოლა არის თუ უბრალოდ მიდის რებრენდინგი, ეს ამას ვნახავ. ჩემთვის კითხვები არსებობს. საქართველოსთანაც არ შეცვლილა პრინციპში დამოკიდებულება. როგორ არა? ისევ სანქცირებულია სტრატეგიული პარტნიორობა არა. არა, ჩვენთვის კარგი ის იყო, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციების ეს ნაკადი მოგვაშორა. თავარია რომ ჩვენი ხელისუფლება ებრძვის Deep State-ს. ხო კონდათ მოლოდინი რომ აი ტრამპი დაამარცხებდა Deep State-ს და არაფორმალურ გავლენებს. კი, თავარია რომ რებრენდინგი არ მოხდეს Deep State-ი. თან არ მინდა პროჭორვილელთა შემოგდებულ რაღაც სულელურ სალაყბოზე ყურადღების გადატანა. თან ახლა როგორ გინდა გვერდი აუარო თუ ამ რეგვენების იდეებით ეწყობა მთელი ქვეყნის პოლიტიკა. ახლა კიდევ კარგ ახანს იძახებენ რებრენდინგს. ვისაც ეგ სიტყვა არ გაუგონია ქუცებიდან, აუხსნიან, რომ ხვალ ვიღაცა ჯერ დაუხურავი თავისუფალი მედია რომ მიადგეს ჩართული კამერით, არ შერწყვნენ და გაიმეორონ. ტრამპი მხოლოდ რებრენდინგია, სახეცვლილებაა Deep State-ის. ერთადერთი ვინც მაგ მსოფლიო ოლიგარქიას ებრძვის კი ბორის ივანაშვილია. Deep State-ის გეგმა და ყალბი ბრძოლა არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობასთან ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. სამწუხაროდ მალევე ცხადი გახდა, რომ საქმე გვაქვს არა Deep State-ის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლასთან, არამედ ოლიგარქიული ოჯახების მიერ დადგმულ სპექტაკლთან და ასე გამალებით ცდილობენ საკუთარი ცოდვების ჩამორეცხვას. უხეშად რომ ვთქვათ, აყროლებული თემების გვერდზე გაწევას და რებრენდინგს. სწორედ არაფორმალური ოლიგარქების შემოგდებული თემაა ბოლო პერიოდში წამოწყებული ტერმინები, ევროპული და ამერიკული Deep State-ი, თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ძალა მარცხდება, ხოლო ევროპაში ძალებს იკრებს. ეს ყველაფერი წყვილია, არანაირი ევროპული და ამერიკული ოლიგარქები არ არსებობენ. ჩემი ერხსენებული 10-15 ოჯახი ასეულობით წლებია ერთად მოდიან, ერთად მოქმედებენ, უბრალოდ ახლა რებრენდინგის გეგმას საწყობს ფორმალური გაყოფა, რომ როგორმე ამერიკას ყურადღება მოაშორონ და სიმძიმის ცენტრი ევროპაზე გადმოიტანონ. სამწუხაროდ ბორიას ჯიბის მოაზროვნე არაზუსტებს რომელ ოჯახებს გულისხმობს. მხოლოდ ირიბად მიგვანიშნებს რაღაც საუკუნეებს და საუკუნეების გადაღმა ვინიყვნენ. როკფელერები, მორგანები, ფორდები, კრუპები, ნუ თუ ეგენი ამოიღო მიზანში ახლა ბორია რუსმა. ან იქნებ ვინმე უფრო ადრე, ახლა დავიჯერო მედიჩებს და ბორჯიებს უტევს. მაგისას რას გაიგებ ან რას გაიკვირებ, მაგრამ ბატონი ზაზას კალმით ბატონმა ბორისმა კიდევ ერთი მინიშნება მოგვცა, რომელიც ეჭვმიტადელთა წრეს საკმაოდ ავიწროებს. ერთ ეროვნებამდე, ერთ დაუსახელებელ ეროვნებამდე. და აქვე ბარემ სასხათაშორისო შევნიშნა, რომ ეს ოპუსი ჰანუკას დღესასწაულზე გამოქვეყნა. ყურადღებით მოусვინეთ.
უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებში იქამდე მონაწილე კუშნერსა და უიტკოპს მათივე ეროვნების გავლენიანი პირი, ოლიგარქების ერთ-ერთი მთავარი კორპორაციის BlackRock-ის მმართველი ლარი ფინგი შეუერთდა. ანუ რა გამოდის? არაფორმალური მმართველობის უშუალო წარმომადგენელი, რომელსაც ბევრად უფრო დიდი გავლენები აქვს ვიდრე თავად ამერიკის პრეზიდენტს, პირადად ხელმძღვანელობს ევროპის კონტინენტზე ვითარების გადალაგების პროცესს. ამიტომ მინდა მიმართო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელ Deep State-ს არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას ებრძვის. ვის გამო უცხადა ბრძოლა? გაიგეთ, მათივე ეროვნების გავლენიანი პირი, BlackRock-ი, ვინც ჩემზე უფრო შორს ხართ ამ სფეროდან, საინვესტიციო კომპანია, ძალიან დიდი. კუშნერისა და უიტკოპის ეროვნება კი ალბათ მეტ მაიცით. თუ არ იცით, მიხვდებით. იმ ეროვნებაზეა საუბარი, რომელსაც მაგალითად რუსულ პოლიტიკურ კულტურაში ყოველთვის ყველაზე მეტად ერჩიან. ყველა რეჟიმის დროს, სხვა რეჟიმების დროს სხვაგანაც. რაც მალე გადაიჭრება ეს პრობლემა, მით უკეთესი, რადგან ევროპაში არ დადგება თანასწორობა, სანამ არ მოგვარდება ებრაული საკითხი. დიდი ალბათობით ამაზე შეთანხმებას ის ერებიც მიაღწევენ, რომლებიც სხვა საკითხებში საერთო ენას რთულად პოულობენ. ეს ხომ იგივე წერილი გეგონათ, ისევ შათირიშვილი, ანუ ივანაშვილი. გავს და იმიტომ, ზუსტად იმავეს ამბობს. უკიდურესადაა შეწუხებული ებრაელების გლობალური როლითა და ევროპის საქმეებში გადაწყვეტილების მიღების სურვილით. მაგრამ არა, სხვა კაცია ეს. აი ეს. Adolf Hitler 1939 წლის 30 იანვრის გამოსვლით. Und damit der Sieg des Judentums sein, sondern die Vernichtung der jüdischen Rasse in Europa. ასე რომ ბორია ჩემო ჰიტლერი ჩაგიდეს. ვიცი არ იცოდი, მაგრამ ასე მოხდა. და რამდენიც უნდა იძახო ახლა მთელი ჩემ ძვაკაცები რუსეთში ებრაელები არიანო, რამდენიც უნდა იყვირო ტოლერანტი ერი ვართო, შათირიშვილის ანუ შენი ოპუსი დღეიდან ქართული ანტისემიტიზმის ჰიმნად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ყველა უბედურებაში ერთი დამნაშავის პოვნის სახელმწიფო ინსტრუქცია, რომელიც ძალიან ლოგიკურად ეწერება შენი გაპუწული ხელის ბიჭის ვიზიტების გეოგრაფიასა და მეგობართა წრეს, რომელიც დიახ თხელდება ვენაცვალეს სტელს ტექნოლოგიებსა და ზუსტი დამიზნების რაკეტებს. ხო, ამას ახლა ბორია ივანაშვილის გასაკვირვად დაწვავებობდა მოსადისასაც. დარწმუნებული ვარ, ტრამპის ადმინისტრაციაც დიდი ინტერესით გაეცნობა ინფორმაციას ახალი ანტიტრამპისტული კერისა და ანტისემიტური ბუდის შესახებ. მაგრამ სანამ ეგენი მაგას მიხედავენ, ჩვენ მაინც გავაგრძელოთ მდიდარი ებრაული ოჯახების ზებნა ისტორიაში. ვინ გახსენდებათ პირველი? როტშილდები. საბჭოთა კავშირში გაზრდილი ადამიანისთვის ეგ არის პირველი ემოცია. ამიტომ ბორია რუს თავისი ბავშვობის დროინდელი ჟურნალი კრაკადილი და გაზეთი პრავდა რომ გახსენებოდა დაუვიწყარი კარიკატურით რა გასაკვირია. ოღონდ რა შეიძლება 9 ნომერი იმერელი გლეხი ერჩოდეს ფრანკ და ბრიტანელ ბარონ როტშილდებს. პატარა ამბავს გაგახსენებთ. როგორ იქირავა მეორე 9 ან 10 ნომერმა კახელმა გლეხმა ეს ბარონი როტშილდები. კაცმა ვერ გაიგო ისთვის, მაგრამ 10 მილიონი უფეშკაშა. ბიუჯეტის, ანუ ჩვენი მოხსნილი ფული. და მოხსნილი არ ყავდა ბორიას ეს მეორე გლეხი, რომ კობახიძემ კონტრაქტი გააუქმა. რატომ გააუქმა, ვერც ეგ ვერ გავიგეთ. მიზეზს არ ხსნიან. საიდუმლოა. და ახლა თქვენი ფიქრით, იქნება ბორიას გაყინული ფულის გასალღობად და სანქციების მოსახსნელად იყვნენ ეგენი დაქირავებულები. დახელფასებულები, როგორც პროჭორულელი იტყოდა. ან რამე სხვა საქმისთვის, რაც როტშილდებსაც კი არ გამოუვიდათ. ახლა ცოტა არ იყოს შევფიქრიანდი. ველოდო თუ არა ანტისემიტურ გამოხდომებს საქართველოში. ისრაელის სახელმწიფოსთან ურთიერთობა დაგვეძაბება თუ არა. პალესტინის მხარდამჭერ რამე რეზოლუციას აუწევს თუ არა ხელს საქართველოს გაეროში. თბილისის სინაგოგის ადგილას ერთი კაი პარაგრაფიც ჩაიდგმებოდა მე მგონი. მართლა მაინტერესებს რა აქვს ჩაფიქრებული ბორია რუს ებრაელთა სოფლიო ბატონობის აღსაკვეთად. რასაც თურმე საუკუნეები აკეთებ. ძალიან სამწუხაროა რომ რუსი ოლიგარქი წიგნებს არ კითხულობს. თორემ პრაღის სასაფლაოს ურჩევდი. ხათუნა ცხადადის კონგენიალურ თარგმანს. ბევრს გაიგებდა. თუმცა მეორე მხრივ რაის უმბერტო ეკო, როცა ზაზა შათირიშვილი ყავს დახელფასებული. ის დაწერს ყველაფერს, რაც საჭიროა, ჩვენ კი ამ ყველაფერს იმედი გვეტყვის. ხო, ბადრი პატარკაციშვილის იმედი დაგენაცვლე. ეს იყო ვაშე გადაცემის სპეციალური გამოშვება. აუცილებლად გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რაც დავიდი, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, ваше გადაცემა.